ნებად ყველა ძალიან კარგად რომ ჩინეთიდან ელექტრომობილების და ზოგადად ავტომობილების იმპორტის რაოდენობრივი თამასა არის ძალიან მზარდი. ეს ყველაფერი მათ შორის პროფილური უწყებების სტატისტიკაში ძალიან კარგად ჩანს. ოფიციალური წყაროები, როგორებიც არიან სტატისტიკის ეროვნული სამსახური, როგორიც არის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ჩვენ მათ წყაროებს ვეყრდნობით, რა თქმა უნდა, ძალიან გაზრდილია პროცენტულად საშუალოდ 12.4-დან 24%-მდე ქვეყანაში წლიურად ელექტრომობილების და ზოგადად ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ ყველაფერს ძალიან დიდი მზაობით ხვდებიან ქართული კომპანიებიც და მზად არიან, რომ ამ შემთხვევაში უპასუხონ ყველანაირ მოთხოვნას, რაც ამ მიმართულებით არსებობს და ზოგადად ასეთ კომპანიას წარმოადგენს კომპანია ივერი მოტორს. და მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ კიკნაძე არის ჩვენთან ერთად. ნიკოლოზ, მოგესალმები. რამე უზუსტობა ხო არ თქვი წინა სიტყვაობაში, ანუ რეალურად ძალიან მზარდია ეს მაჩვენებელი და სხვათა შორის მინდა მივესალმო ბატონ ალექსი ხარიტონაშვილს, რომელიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პირდაპირ ვიტყვი, ინტერნეტ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ძალიან ხშირად ხდება ალექს შენი ვიდეოები, ძალიან ხშირად. და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ყვები, კარგი დიქციით, ინფორმატიულად რასავარია და იმდენი საინტერესო საავტომობილო ბრენდი გაგვაცნო. მე პირადად მე პრეტენზია მაქვს, რომ ვარ ავტომოყვარული. და ძალიან მიყვარს ავტომობილი. მაგრამ ნუ აი იმდენად ბევრი ახალი ჩინური ელექტრომობილი და ზოგადად ავტომობილი აღმოვაჩინე ბატონი ალექსის ბლოგებიდან, რომ რა ვიცი, აი მეც მაყოფილი ვარ ნამდვილად და დიდი სიამოვნებით გიყურებ ხოლმე ამ ვიდეო ბლოგებში. მეგობრებო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და ნიკოლოზ, დავიწყოთ საუბარი და მიმოვიხილოთ ზოგადად ის ტენდენცია, ტრენდი, რაც ამ მიმართულებით არსებობს და შემდეგ უკვე გავუკეთ მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვსაც მათ შორის. ვისმა ყურადღებით. ძალიან სწორი ხაზგასმა გააკეთე იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრი კომპანია უკვე ელექტრომობილებსა და მათ შორის ჩინეთზე ხდება დამოკიდებული. ჩვენც მათ შორის ჩემი სადისტრიბუციოდან გამოცდილებიდან გამომდინარე უზიარებ სხვადასხვა კომპანიებს იმ გამოცდილებას რა პირადად გამოცდილება ვიღე და რამდენიმე ისეთი წარმატებული კომპანია უკვე თავის ავტოპარკსაც თითქმის სრული ავტოპარკი აქვთ ჩვენთან დაკვეთილი და ამ სრულ ავტოპარკის შეცვლას ახორციელებს უკვე ამ ჩინური ელექტრომობილები. დღესდღეობით ვფიქრობ, რომ ჩინეთის ავტოინდუსტრია და ავტობაზარი რა ნომერ პირველი ჩემის აზრით არის. უკვე არის, იმიტომ რომ თითქმის მას უალტერნატიუა და უკონკურენტო მიმართებაში და ხარისხთან მიმართებაში და აი ყველა დღეს უკვე ნებისმიერი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც უნდა რადონის წარმატებული არ უნდა იყოს, ყველა აქ დაწყებული იმაზე ფიქრი, რომ თავისი ავტოპარკი არის შესაძლებელი მისი ექსპლუატაციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველას პრობლემა აქვს მანქანების ფუჭებადობასთან დაკავშირებით და დღეს ახლა ცოტა ჩინეთი არის ის ბაზარი და ის გამოსავალი, რომ იმ ადეკვატურ ფასში და იმ ხარისხში ის რესურსი და ის ბიუჯეტის თუნდაც დაზოგვა მიიღოს და რაც შეეხება ელექტრო დამოუკიდებლობას, კი აი ზუსტად ამაზეა კიდე დაფუძნებული, რომ კომპანიები, რომელიც საკუთარ ენერგიას გამოიმუშავებენ, შემდეგში თავიანთი ლოჯისტიკა ბევრად უიაფთდება და ალექსი ახლა გუშინ წინ დაბრუნდა საქართველოში და ალექსიც ისაუბრებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაზრდილია ჩვენთანაც და არა მარტო ჩვენთან ჩინეთის ავტოინდუსტრიაზე მოთხოვნა თვითონ რა. ნიკოლოზ, აი ძალიან კარგად ჩამოაყალიბე, ესაკით მადლობა ძალიან დიდი და აქვე დავზენ ერთ საკითხსაც და ალექსთან გადავიდეთ უკვე კითხვით, რამ განაპირობა ზოგადად აი ჩინური ავტოწარმოების ასეთი დომინაცია თელ სოფლიოში, იმიტომ რომ ფაქტია, ეხლა ნიკოლოზ მოძახსენო ეთანხმება აბსოლუტურად, რომ დღეს უკვე იმ ეპოქაში გავიღვიძეთ, რომ ტრადიციული საავტომობილო ბაზრები უკვე ძალიან დიდი ფობიით უყურებენ ჩინეთს, ძალიან დიდი ფობიით და მე დიდი ეჭვი მაქვს, მე მაგაზე შენთან მექნება კითხვა, აი სატარიფო პოლიტიკაც, რომელიც შემოღებული არის ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან, ეს დროებითი მოვლენა მგონია, იმიტომ რომ ძალიან მალე გონებ, რომ ეს სატარიფო ბარიერები ძალიან მალე ავტომატურად ბაზრის პრინციპივე გადატეხავს ძალიან მარტივად. ხო და უბრალოდ წინ ვერ დაუდგები ძალიან მზარდ მიწოდებას, ხო, რაც ჩინეთის მხრიდან ხდება. ეს ჩემი პროგნოზია უბრალოდ. რამ განაპირობა მათ შორის ასეთი დომინაცია? პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს არის ხელმისაწვდომობა ბევრ არჩევანთან. დიდი არჩევანია, ნებისმიერ კომპანიას აქვს თავის მოთხოვნა.
რომელსაც ანუ ეს რაღაც ესეთი მანქანები არსებობს, რომელიც მარტო ერთი ზომა არსებობს, მარტო ერთნაირი თქვა რეფრიჟერატორია ნიკოლოზსაც რო უკვე უამრავი კომპანია შემოყვანილი იმერიში და ეს არის ერთეულები და ჩინური ბრენდები გვაძლევს დიდ არჩევანს, დიდ ზომებს, ცვლილებაც ელემენტებს, თქვა 200 კილომეტრი გაიყოს, 300 გინდა, 400, 500 და ზრდა აქვს. ელემენტების შეცვლა, ისის ფასების მიხედვით, ყველაფერი შეიძლება ისე დარეგულირდეს, რომ თავის ბიუჯეტში ყველა კომპანია ჩაჯდეს. ეს არის რეალურად ხელმისაწვდომი და რეგულაცია მაგის შეიძლება. და ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა სხვა ბრენდებთან, აი საერთაშორისო ბრენდთან, რომელიც ფასში არის ძალიან დიდი სხვაობა. ერთ კითხვას დავსვამ, კიდე მეგობრებო, აი ხშირად არის ხოლმე ბევრს ეშლება, რომ აი რაც ალექსმა ახსენა, ვეთახმები აი ბიუჯეტურობა, ხო? ბიუჯეტურობას გულისხმობ ხა ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან და იაპონურ და კორეულ ბრენდებთან შედარებით, თორე არაფერი ბიუჯეტურის არცია, ხო? ჩინურ წარმოებას, ანუ საკმაოდ მაღალ მარჟიანი ბრენდებიც არის, ხა თუნდაც იგივე ზიკრი პირობითად, ხო? ანუ გადის რეალურად მაღალ საფასო კატეგორიაში. უბრალოდ აი აქ მე მაინტერესებს აი ეს ეკონომიურობას და ზოგადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიდგომებიც მათ შორის, ხო, იგივე ექსპორტის სტიმულირებასთან დაკავშირებით. ეს ერთი და მეორე, აი ჩვენ დიალოგში მეგობრებო მინდა რომ გავაქარწყლოთ ის სტერეოტიპები, რომ ჯერ ეგეთი ჩინური და უხარისხოა, საერთოდ არ არის ასე. იმიტომ რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში ხარისხზე ისეთ აქცენტებს აკეთებს, რომ რა ვიცი, ევროპულ და ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამერიკასაც შეშუდება თუნდაც, ხო? ეგ ერთი. და მეორე, ბევრს დაბალი ფასი ეშლება უხარისხო პროდუქციაში და აი ესეც მინდა რომ გარკვეულწილად გავმიჯნოთ და ეს სტერეოტიპები დავამსხვრეთ. ნიკოლოზ დავიწყოთ და ალექს დავამსხვრეთ. მაღალ სეგმენტურ მანქანებს შეეხერა და ეს ხა ალექსის მოტანილია ორი ბუკლეტი, რომელიც შეიძლება დაათვალიერო. მე ვფიქრობ, რომ ის ევროპული ბრენდები, რომლებიც ჩვენ საზოგადოება მიჩვეული ვართ იმას, რომ მაინც ევროპაში უკვეთავ და ვიღებთ ლაქშერს. ერთ გაგაწყვეტინებ თუ შეიძლება რეჟისორს თხოვ უორენ ბაფეტის კადრი ვანახოს მოცული. რატო უორენ ბაფეტი? რატო ეძახი? უორენ ბაფეტი არის ქალბატონებო და ბატონებო ჩინური საავტომობილო გიგანტის BYD-ის ერთ-ერთი შეაქოლტი. და ვინმეს თუ უორენ ბაფეტის ბიზნეს შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება, ავის არ მართლა გულსვათ ვარ, ხომ ეთქვათ ესე არის, BYD-ის ერთ-ერთი შეაჰოლდერი 40%-იანი აქტიობის ინვესტორია. ხო, ოდიშ გაგაწყვეტე უბრალოდ რემარკის სახით მინდოდა მეთქვა. კომპანია იმერი მოტორსი, ალექსეს უბრალოდ მაგიტომ ახლა ან ბაფეტის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოს მმართველებს, რომელიც ეს არის V-კლასებსა და Vitos, ესე ვთქვათ, ლაქშერი მანქანების მიწოდების სერვისის მიმართულებით რა. ასე რომ Mercedes-ებზე ვფიქრობ, რომ ჩინეთზეც იქნება საკმაოდ დიდი მოთხოვნა და უკვე დაწყებულია ეს მოთხოვნა და აქტივობა ჩინეთზე, რომ ის ესე ვთქვათ, ლაქშერობა, რაც ჩვენს მომხმარებელს და პარტნიორებს დაჭირდება, ვფიქრობ, რომ სავსებით მისაღები იქნება. ჩვენ აქამდე ვიცოდით მაიბახი, მენსორი და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ აგერ ეს ჩინეთში არის ეს მინივენის კლასის Mercedes-ები, ეს კლასები და ვიტოები გადაკეთებული როგორც ეს დავაზუსტებ, ანუ Mercedes-ის ოფიციალური ლიცენზიით იწარმოება? ოფიციალური ლიცენზია. რაზეც ექსპორტი ჩვეულებრივად არის დაშვებული, რა. და როდესაც კლიენტი იღებს უმაღლესი დონის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდრულ მანქანას, რა, ძალიან დიდრულ იმაზეა, კომპლექტაციებზე საუბარი კი უყურებ და ძალიან ნიკოლოზ, ცი რა მაინტერესებს, აი უბრალოდ მაღლობას აინტერესებს და მეც მაინტერესებს, რა თქმა უნდა, რა განსხვავებაა პირობითად, აი რიტორიკულად ვცვალ ამ კითხვას, იმიტომ რომ მე ჩინეთში მინახავს ძალიან ბევრი ევროპული ქარხანაც თუნდაც, ხო? აი რა განსხვავებაა მაგალითად გერმანიაში ნაწარმოები Mercedes-სა და ჩინეთში ნაწარმოები Mercedes-და და თუნდაც აი Volkswagen-ი უყვართ კიდე ძალიან. Volkswagen-ის დიდი რაოდენობით იწყობა ჩინეთში და აი რა განსხვავებაა გერმანიაში აწყობილ Volkswagen-სა და ჩინეთში აწყობილ Volkswagen-ის შორის? ფასი კი რა თქმა უნდა განსხვავება ნაწილების შორის ძირითადად არაფერი სხვაობა აქვს, ძირითადად სხვაობები სალონებში. ჩინური ბაზრისთვის თვითონ შიგნით მანქანების სხვა სალონებით იწყობა და ის სალონები ხანდახან ისე ხდება, რომ ჩვენს მომხმარებელს ბევრჯერ არ მოწონს ეგენი. ამიტომ წამოვიდა უდიდესი ტენდენცია, რომ ეს Mercedes გახდეს ნამდვილი გააგრძელოს თავის ლაქშერი ცხოვრება, შეუქმნეს თავის სპეციალური არის სპეციალური ტიუნინგ ატელიე, როგორც ეს Buffett
კი ბატონო. შეიქმნა ესეთი სერვისი, რომელიც ოფიციალურად მაღალ ხარისხზე დაგემზადებს თქვენს გემოვნებაზე მაგ სალონს. გასაგები, ანუ თან მithumetes ანუ სპეციფიკაციები, ანუ არის ჩინეთის ბაზარზე მორგებული სპეციფიკაციები და ხო, აი კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ანუ გვესმის და ვიცით ეს, რომ ანუ ჩინური ბაზრის, აი პატარა პარალელს გავავლებ თქვენ ნებართვით. აი იაპონიისთვის ნაწარმოები, ეხლა რამდენი ბრენდს არ ვიტყვი, რამდენიმეს ვიტყვი, რეკლამაში რო არ ჩაგვეთვალოს, იაპონიისთვის ნაწარმოები Honda, Toyota და Nissan აბსოლუტურად სხვა კონფიგურაციით არის და პირობითად ამერიკაში ნაწარმოები Toyota, Nissan და Honda სხვა კონფიგურაციით არის. და ევროპაში სხვა. თურქეთში კიდე სხვა. და აი ეს კონფიგურაციები გვაინტერესებს მეც და მაყურებელს, ანუ აი ჯამში, აი ჩინური კონფიგურაციებით ნაწარმოები ავტომობილი რით განსხვავდება ევროპული კონფიგურაციებით ნაწარმოები? დიდრულია ჩინური. დიდრული კონფიგურაცია. ტექნოლოგიური და მაღალი. ხო, ნუ და ეხლა როგორც აი ჩინეთი ეხლა ყიდის ხარისხს ბევრ ბრენდში თუნდაც ზიკრი ხო, რაც ახსენებ მანამდე ზოგადად მასეთი მანქანები, თქვა თუ ერქმება Mercedes-ი, ის ორმაგი ფასი ექნება მინიმუმ. მაგრამ ეს არის ზიკრი, რომელიც არანაკლები კომფორტშია, არასოდეს არანაკლები თვითონ შიგნით მასალებში, მაგრამ ფასი აქვს ისეთი, რომ და ვიდი, რომ უკვე ბევრმა გაიხედა. კი ბატონო, კი ხო, არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი ლოგიკა არის. და მათ შორის ხა როგორც ვიცი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიც, რატო ვახსენებ არაბთა გაერთიანებულ საემიროებებს, იმიტომ რომ ლაქშერი სერვისებზე და ლაქშერი ინვენტარზე ავტომობილის ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მოთხოვნა არის. ჩინეთი ამარაგებს და აწვის ძალიან დიდი რაოდენობით საავტომობილო პროდუქციას. ზუსტად ეს წარმომადგენლობა არის მან. დუბაი, საფრანგეთი, ესპანეთი და მალაიზია. კი ბატონო, ძალიან მაგარი. სხვადასხვა აი ნიკოლ, მადლობა ალექს, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო პასუხისთვის. მე თან პარალელურად ვკითხულობ ამ ბროშურას და იცით რა მაინტერესებს? ბოლოს გუში ვკითხულობდი სტატისტიკას. BYD რო ვახსენე, ანუ აქ ჩაგეღი მაშინ და BYD-ზეც მინდა რომ რაღაც ნიუანსები ვახსენოთ და BYD-მ ზუსტად გუშინდელი სტატისტიკა არის. Financial Times-ზე ვკითხულობდი თუ ზუსტად მახსოვს. გაყიდვებით უკვე გადაასწრო ტესლას. გადაასწრო და რეალურად ეხლა თან პასაჟიც იყო მოყვანილი რომ 10 წლის წინ BYD-ის ხსენებაზე ილონ მასკი იცინოდა და დღეს აღარ იცის. ხო და ანუ აი მე მაინტერესებს აი BYD-ის кейსი, ხო? ეხლა რაღაც მარტო BYD-ზე არ მინდა კონცენტრირდე რომ მარტო რეკლამაში არ ჩაგვეთვალოს, მაგრამ აი BYD-ის кейსი, რომელიც ძალიან გავრცობადია დანარჩენ ჩინურ ბრენდებთან მიმართებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიმართულება, აბსოლუტურად გეთახმები. აი სინდრომი BYD. აი როგორ მოვიდა ეს ყველაფერი აქამდე და აი როგორ შეუცვალა სახეზე ჟესტიკულაცია ილონ მასკს. ხო, აი ამ განაპირობა ეს ყველაფერი. ისევ აქ არის ის ხელმისაწვდომობა, რომელიც ესენი მისცენ ეგრევე. ყველა ეს რასაც ქვია, ეს მატედავარხათა ის ოპციები და ნავაროტკები რაც არის. მალევე მისცა ეს ყველაფერი ხალხს და ფასში. რასაც არ ქონდა თქვა Tesla-ს აქვს ეკრანი და დანარჩენი არაფერი აქვს. მე ის კი რომ ცუდია Tesla, არა. ყველას თავის სტილი აქვს, თავის მიდგომა. და ჩინეთმა მაქსიმალურად აძლევს თავის დაბალ ფასშიც და მაღალ ხარისხს. კი ბატონო. აი ჩვენი საუბრის ბოლოს ხო ძალიან მაგარი დიალოგი გამოვიდა სხვათა შორის, აი მაგალითად ძალიან კიდე ჩვენ უნდა შევეხდეთ. კი, ძალიან ნიკოლოზ, ძალიან და მე ერთი საკითხი მექნება კიდე ბოლოს. ჩვენ მალე დავაანონსებთ იმას, რომ ადამიანებს შეიძლებათ ჩინურ საიტებზე თვითოვე მოიძიონ მანქანები, თვითოვე არჩიონ და შემდეგ ჩვენ იმერი მოტორსმა, ჩვენ ასევე ვართ საერთაშორისო კომპანია Strongways ლევს თანადამფუძნებლები იმერი მოტორსი ლოგისტიკური კომპანია. ლოგისტიკა შესაბამისად ნებისმიერ ადამიანი ვინც აარჩევს ჩინეთში როგორც აპირობითად არჩევენ კოპარტზე მანქანებს, ასევე ჩვენ შევძლებთ ჩვენ პარტნიორებს არჩეული მანქანები ლოგისტიკურად ჩამოყვანოთ საქართველოში სრულად უსაფრთხოდ და სწრაფად. ხო, ეს ძალიან მაგარია და ამაზე მოთხოვნა იზრდება ძალიან. მალე დავაანონსებთ რომელი იქნება ის საიტი მათთვის ყველაზე სანდო და უსაფრთხო რომ თვითონ არჩიონ მანქანები. რომ შემდეგში ჩვენ მარტო ლოგისტიკურად უზრუნველყოთ. ჩვენი სერვისი მაგ ყველაფერს დაადასტურებს კიდე. კი, ეს არაერთხელ ვისაუბრეთ და კიდე არაერთხელ ვისაუბრებთ ამაზე და ბოლოს მექნება ერთი კითხვა. კიდე აი ხა ალექს მინდა ვკითხო, შენი ბლოგები რო ვარდება ხოლმე ძალიან ხშირად. ანუ იცი რა მაინტერესებს? ცოტა რიტორიკულად ვცვა ამ კითხვას, იმიტომ რომ ვიცი რამდენად ხშირად ტარდება იქ სიმპოზიუმები და გამოფენები სხვადასხვა შოურუმებში და აი რა სიხშირით გიწევს ხოლმე
ჩართულობა, მონაწილეობა, დათვალიერება, აი რასი ხშირით ტარდება ავტოგამოფენები ზოგადად ჩინეთში? ქალაქი გააჩნია ახლა არის პატარები. დიდებში ახლა პეკინი არის თუ შენჟენი არის თუ გვანჯოუ არის, მან სუდარდება ხოლმე. რაც არის და დანარჩენი ახლა ნაწილების ან კიდე რაღაც კიდე სადადარიგო რაღაც მანქანების თემებში სულ დაუფრენა ხოლმე. ძალიან მაგარი. ხვდებით ყველა წარმოებლები, მომხმარებლები, ყველა ხვდებით საუბრობ, გვაზიარებთ ერთმანეთისთვის ახალი ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ახალი მომხმარებელიც იქიდან და საპლაიერებიც მოდიან. ძალიან მაგარი. მე მგონი ჯობია შემდეგი ეპიზოდი უკვე ტესტ დრაივის სახით ჩავწეროთ და ასე გავაკეთოთ ძალიან საინტერესო ინტერაქციაც. მადლობა ბატონებო, ნიკოლოზ კიკნაძე, ალექსი ხარიტონაშვილი იყვნენ ჩვენთან ერთად.